საღამო მშვიდობისა პარასკევს დღეს ტრადიციულად ხვდებით ერთმანეთს საქართველოს ეროვნულმა ლოტერიამ. ამჯერადაც მოგიმზადათ ძალიან მიმზიდველი საპრიზო ფონდები და წინ გვაქვს უქმეები, შვებულებების სეზონიც აქტიურ ფაზაშია გადასული და დამეთანხმებით ალბათ რომ ნებისმიერ თქვენგანს ძალიან გაახარებდა იმ თანხების მოგება, რომელსაც შევეცდებით რომ დღეს გათამაშდეს და უნდა გითხრათ რომ ჩვენ ერთმანეთს ხვდებით რიგით 874 ტირაჟის ფარგლებში დღევანდელი მონაცემებით კი ჩვენი ჯეკპოტი შეადგენს 859,602 ლარს. ასევე ძალიან მიმზიდველი თანხა არის მეორე საპრიზო კატეგორიაში გასათამაშებელი, რომელიც 41,000 ლარს უკვე გაცდა და იმისათვის რომ გამოვავლინოთ იღბლიანი მოთამაშეები, ტრადიციულად უნდა გადავინაცვლოთ ჩვენი ჯადოსნურ ღილაკისკენ და ერთად დავიწყოთ ათვლას 3, 2 და 1. ახმაურდა ჩვენი ლოტოტრონით და ვნახოთ თუ დღეს როგორ კომბინაციას შემოგთავაზებს და ვის გაუღიმებს ბედი. და უკვე ვიცით პირველი ბურთიც, რომელიც გახლავთ 14. ლურჯი ფერი მოგორდა ჩვენამდე, საინტერესოა რა ფერის ჩაანაცვლებს, თუმცა არა, ისევ ლურჯი მოვიდა ჩვენამდე 26 ნომრით. ვნახოთ ახლა უკვე მესამე ბურთი, რომელს შემოგთავაზებს ლოტოტრონი. წითელი ბურთი მოდის ჩვენამდე და 10. გადამოწმეთ თქვენს ბილეთებზე სწორედ ეს რიცხვები და ამჯერად მწვანე ბურთით შემოგვიერთდა 33 ნომრით. უკვე ველოდებით რიგით მეხუთე ბურთს, რომელიც გახლავთ 13. ვნახოთ კიდევ რომელ რიცხვებს შემოგთავაზებს ჩვენი ლოტოტრონი და ამჯერად მეექვსე ბურთიც უნდა გავიგოთ, ხომ? ეს უკვე გახლავთ 34 და ველოდებით კომბინაციის დასრულებას, ბონუს ბურთს და ის გახლავთ 6. მოკლედ, გადავიმეოროთ ხომ ტრადიციულად დღევანდელი იღბლიანი რიცხვები, ეს გახლავთ 14, 26, 10, 33, 13, 34 და 6. თუ ეს რიცხვები აღმოაჩინეთ თქვენს ბილეთებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა თქვენს ოჯახში არის დიდი მხიარულება. თუმცა იქამდე სანამ გავიგებთ შედეგებს, უნდა გითხრათ, რომ იმისათვის, რომ იღბალმა გაგიღიმოთ და სწორედ ეს საპრიზო ფონდები თქვენამდე მოვიდეს, მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო, უნდა შეიძინოთ ლოტოს ბილეთები. ძალიან მარტივად, სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთოთ 3w.lotto.gz-ზე. გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით გახლავთ ლოტოს ჯიხურები განთავსებული, იქაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ასევე დიდ სავაჭრო ცენტრებში, განთავსებულ სერვის ცენტრებში და მე ველოდები შედეგებს, იმედი მაქვს, რომ ჩემი თქვენთან შეხვედრა დღეს აღმოჩნდება წარმატებული ლოტო 642-ში ყოველთვის გვიხარია, როცა იღბლიან მოთამაშეებს გამოვავლენთ ხოლმე რამდენიმე კვირის წინ მეორე საპრიზო ფონდიც გათამაშდა. ჩვენ ერთგულ მაყურებლებს ეს კარგად გეცოდინებათ და დღეს ჯეკპოტი და მეორე კატეგორია არ გათამაშდა, თუმცა ერთი მოთამაშე ალბათ განსაკუთრებით გახარებულია, იმიტომ რომ მესამე კატეგორიაში მან მოიგო 4156 ლარი. გარდა ამისა გათამაშდა მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კატეგორია. მე წარმატებები უნდა გისურვოთ და კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას. ლოტო 642 კი უკვე სამშაბათს დაგიბრუნდებათ ტრადიციულად რუსთავი 2-ზე.